საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. გურჯაანის დელტას წარმომადგენლის გიორგი იაკობიშვილის ინფორმაციით, გუნდმა გასვლითი შეხვედრა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის კლუბთან გამართა და მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად ამჯერადაც გაიმარჯვა. სტუმართაგან საუკეთესო კრისტოფერ ბარტონი იყო, რომელმაც 17 ქულას მოუყარა თავი. ჩემპიონატში ამჟამად სანაკრებო პაუზა არის გამოცხადებული, რაც დანიის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი კალენდარული დაპირისპირებით არის გამოწვეული. შეხვედრას კოპენჰაგენი 27 თებერვალს უმასპინძლებს და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. როგორც მოგესწრებათ, დაიწყო მეორე წრე, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ, ჩატარდა 3 თამაში, 3-ვე გამარჯვებით დავასრულეთ. ბოლო თამაში, რომელიც იყო დაძაბული, მოვიგეთ USA-ს წინააღმდეგ. ეხლა ჩვენ გვაქვს 6 მარტს თამაში გურჯაანში, 6 საათზე და მოუწოდებ მაყურებელს, რომ მოვიდეს, დაესწროს, რადგან ძალიან დიდ როლს ასრულებს მაყურებელი სპორტში.